ეს უბრალოდ წკამი არ არის. პირდაპირ ხაზია ხელისუფლებასთან. დაჯიქი, თქვი შენი სათქმელი. მთავრობა გისმენთ. გამარჯობა, მე ჰერმან საბო ვარ, ამერიკული სკოლის დირექტორი. ის თემა, რაზეც მინდა დღეს გესაუბროთ და ის თემა, რომელიც იმედია მთავრობამდე მივა, არის ერთი სახელმძღვანელოს ამბავი სკოლებში. აქამდე თუ საერთო პროგრამა ქონდა ქართულ სკოლებს და ყველა ბავშვი ერთსა და იმავე ასაკში ერთსა და იმავე რამეს სწავლობდა, ახლა მთავრობამ გადაწყვიტა კიდევ უფრო მეტად მოუჭიროს ჭანჭიკებს და ნაცვლად იმისა, რომ ადრე წიგნებს შორის არჩევანი მაინც იყო და რამოდენიმე გრიფირებული სახელმძღვანელო არსებობდა, ახლა გადაწყვიტა ერთი საყოველთაო სახელმძღვანელო დაწეროს თითო საგანში და მთელი საქართველოს ბავშვები, 9 მილიონი მოსწავლე ამ წიგნით აზიაროს ცოდნას. შეიძლება ვიღაცას კარგად მოეჩვენოს ეს იდეა, მაგრამ ეს იგივეა, რომ მართლა 9 მილიონ პაციენტს ერთ და იგივე წამლით უმკურნალო მიუხედავად მათი საჭიროებებისა. შეუძლებელია იმ სიტუაციაში, როდესაც არ არსებობს ორი ერთნაირი ბავშვი, ამდენ ბავშვს ერთდროულად ასე ერთი ფორმით მიაწოდოს საგანი და რაიმე შედეგზე გახვიდე. საბოლოო ჯამში მივიღებთ აი ამას. იქნება დაახლოებით 10% შუაში მყოფი მოსწავლეების, რომლებისთვისაც ბუნებრივი იქნება წიგნის დატვირთვა და ის ფორმა, რომლითაც ის იქნება შედგენილი, ხოლო დანარჩენი ზემოთ და ქვემოთ არსებული მოსწავლეებისთვის, ვინც ცოტა რაღაცა უფრო ნიჭიერი ან ნაკლებად ნიჭიერი, ამ წიგნით ერთიანი პროგრამის სწავლება იქნება უბრალოდ ტანჯვა, შეზიზღდებათ მათ სწავლა და საბოლოო ჯამში ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ასე ძალიან უნდა მთავრობას, რომელიც განათლების ეროვნულ მიზნებშიც უწერია, რომ მოსწავლე სკოლის დამთავრების შემდეგ ყალიბდებოდეს ადამიანად, რომელსაც შეუძლია თავისით სწავლოს, თავისით განვითარდეს, რაღაც ახალი შექმნას და იყოს პროდუქტიული მოქალაქე. ერთი წიგნის შემოტანის ამბავი ქართულ სკოლებში არის ძალიან დიდი შეცდომა და იმედია ამას მალევე გადაიფიქრეს მთავრობა, თუ არა და იმედია მომავალი მთავრობა მაინც მიხედავს ამ საკითხს.